ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს გუშინდელი განცხადება კვლავ განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის წარმომადგენლები სკეპტიკურად აფასებენ განცხადებას და განმარტავენ, რომ როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, ამ დროს ხელისუფლება არ უნდა ლაპარაკობდეს, რომ ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანდება. ამასთან ერთად პოლიტიკური განცხადებები კეთდება ომისა და მშვიდობის კონტექსტითაც და ხელისუფლების ოპონენტები ომის სურვილში თავად მმართველ გუნდს ადანაშაულებენ. თავის მხრივ სახელისუფლებო პარტიაში კი იხსენებენ ფაქტებს იმის შესახებ, თუ როგორი მუშაობა იყო, რომ საქართველოს ომის ქარცეცხლში არ შესულიყო. შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართული ოცნების დაარსებიდან 13 წლის თავზე პოლიტსაბჭოს განცხადება გავრცელეს, სადაც საუბარია, რომ საქართველოს 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება და ამასთან ერთად აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ერთადერთი პარტიაა, რომლის მმართველობის დროსაც ომი არ დაწყებულა. ქართულმა ხალხმა დაიმსახურა ვიზა ლიბერალიზაცია და არა ქართულმა ოცნებამ ამ რომელიმე ხელისუფლებამ. ამის დაკარგვასთან როცა ვართ ესე ახლოს, ის ხელისუფლება არ უნდა ლაპარაკობდეს, რომ 2030 წელს გაგვაწევრიანებს ადრე. მუდმივი საუბარი, რომ ვიღაცას ომი უნდა, სინამდვილეში არის მხოლოდ და მხოლოდ ამაზე დატოვებული, რომ ქვეყანა, როდესაც რჩება მარტო რუსეთის წინაშე და აღარ აყავს მოკავშირე, სინამდვილეში აი ამ ხელისუფლებას უნდა ომი. მარტო თუ დავჭით და სოფლიოში კაცი არ დაგჭა, მომკითხავ. მე ტექნიკური საკითხი იქნება უკვე ამ ქვეყანაში იმ უბედურების დაწყება, რასაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს და რუსეთის ურთიერთობის პირველივე დღიდან აკეთებს. სიცრუე აქვს, როგორ ვარი თქვეს ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორ და შევაფასო ის, რაზეც თქვენ მეუბნებით ერთს და რეალური განცხადება აქვთ მეორე გაკეთებული. ყალბია ქართული ოცნება და ქართულმა ოცნებამ ომი გამოუცხადა საკუთარ მოქალაქეებს. ფაქტი არის, რომ მშვიდობა შენარჩუნებულია. ფაქტია ის, რომ ოპონენტები თავის არასამთავრობო ორგანიზაციებით, მედია საშუალებებით აღარ ჩამოთვლი კონკრეტულ დასახელებებს ამ მედია საშუალებებს. ხო, მთელი ეს სისტემა აი ამხელა უშველებელი არმია მუშაობდა იმისათვის, რათა საქართველოს შესულიყო ომის ქარცეცხლში. ელჩის გაწვევიდან დაწყებული დამთავრებული სანქციებზე. ყველაფერი ვიხილეთ. და ამის მეუხედავად დავდექით და არ გავაკარეთ ომის ქარცეცხლი ჩვენ ქვეყანას. ეს რომ ფაქტი არ იყოს, რასაკვირველია, აქ ვინმე შეიძლება დაფიქრებულიყო კიდევაც არის თუ არა მართალი ეს განცხადება. ძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის უამრავი მტერი და ადამიანები, ვინც ცდილობდნენ, რომ ქვეყანა ჩართულიყო ომში, ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი, იყო ძალიან დიდი შემოტევები უცხოეთიდან, რომელიც დღესაც გრძელდება, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის შანტაჟი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და არავის არ მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავთმოთ და საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს რომელიმე სხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად.